სოფ, ჩვენ ახლა გამოვედით სამსახურიდან და გაღლილები ვართ, მაგრამ საუბრისთვის მე მგონი არასდროს არ არის ისეთი დაღლა ჩვენთვის, რომ რაღაცა ვერ ვისაუბროთ და ვერ ვილაპარაკოთ. პირიქით მგონია, რომ ეს უფრო დიდი განტვირთვაა. კი, მართალი ხარ. ვილაპარაკებთ თან დავისვენებთ, განვიტვირთებით და რაც თავარია ის ყავა გვაქვს. კი, გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ეს ხიდი მომწონს, მოდი ხო დავსკრალაპარაკოთ. რაღაც ისეთია საყვარელი ბათუმს მახსენებს. თუმცა თბილისში ვარ. და სანამ დაიწყება ჩვენი არდადეგები ჭყალებში, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ვიცი რომ საფუშიც ვერ ვისვენებთ. უნდა გადავიღოთ. ჩვენი მაყურებელი ელოდება ჩვენს ვლოგებს, რა თქმა უნდა და გადაცემებს, ამიტომ ცოტას დავისვენებთ. და თან გადავიღებ. კი, ზაფხულში კარგია. მუშაობაც არ არის ესეთი რთული, იმიტომ რომ რაღაც მზერუა და ცალურჯი, იმედიან აქ ხარ, სტიმული გაქვს, რაღაც სურვილები გაქვს ბევრი და გჯერა რომ ყველაფერი გამოგივა. რა თქმა უნდა და თან გეხალისება. კი, გათენებაც გიხარია და განწყობაც ისეთი გაქვს რაღაც. ბედნიერი ხარ. შენ ჩემი მეგობარი ხარ და კარგად გიცნობ, მაგრამ ჩემს გამომწერებს მინდა ვუთხარ, რომ შენ ხარ სოფო სურგულაძე. მე ვარ მარტოხელა დედა სოფო სურგულაძე. მარტოხელა დედა სოფო სურგულაძე, ზუსტად აი ამ სიტყვებით იწყებ ყოველ შენს გადაცემას YouTube-ზე და ორი თვეა რაც ხარ ამ სივრცეში. კი. რატომ YouTube? დაიწყო ასე იდეა გამიჩნდა რომ გადაცემა გამეკეთებინა ერთ-ერთ რადიოში, მაგრამ იქ არ ქონდათ მატერიალური შესაძლებლობა ახალი კადრის აყვანის და ჩემს მეგობარს ვუთხარი რომ ასე მითხეს და იქნებ სპონსორი მოვძებნო და გავაკეთო ეს გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა დაბრუნება იქ საიდანაც დავიწყე საერთოდ მოღვაწეობა. 16 წლის ასაკში ჩემმა მეგობარმა მითხრა, მოდი ჩვენთვის მოვიძიოთ სპონსორი და ჩვენ გავაკეთოთ გადაცემა YouTube-ზე და რატომაც არა მეთქი. ის უფრო პესიმისტურად იყო განწყობილი, მე როგორც საოცრად არანორმალურად ოპტიმისტი ადამიანი მეთქი გამოგვივა, გავაკეთეთ და დავიწყეთ. უცნაური კომენტარი, რომელიც შენს აი ამ 2 თვის განმავლობაში შენს გადაცემების ქვემოთ გინახავ. რაღაცა განსაკუთრებული ესეთი. იცი YouTube-ზე მინდა გითხრა რომ არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ შემოსულა პირიქით და ისიც მინდა ვთქვა რომ მე ველოდი ვემზადებოდი მორალურად, თუმცა ამისთვის მომზადება წარმოუდგენელი მგონია რომ იქნებოდა უარყოფითი გამოხმაურება, თუმცა არ ყოფილა. რამდენიმე ხნის წინ იყო 2 კომენტარი, რომელიც ოღონდ TikTok-ზე და ძალიან არ მესიამოვნა. უსიამოვნო კომენტარებს არ გეკითხებით. რაიმე უცნაური კომენტარი ხომ არ იყო ისეთი, რომ გაგიკვირდა. არ ველოდი თუ შეიძლება დააცადეთ რესპონდენტს საუბარი და აზრის დამთავრებაო. ეს იყო და მეტი ისეთი არაფერი არ ყოფილა. ალბათ შენიშნა აქვს ჩემს გამომწერებს დაახლოებით მაგდაგვარი, იმიტომ რომ მეც სულ ვაპარაკობ. მაგრამ მე ვიცი რომ შენი გადაცემა არის არა ინტერვიუ, არის უფრო დიალოგი, ხო? საუბარი და ეს არ არის ის რომ მაინც და მაინც შენ მხოლოდ კითხვა დასვა და რესპონდენტმა მხოლოდ გიპასუხოს, ხო? თქვენ რაღაცა აზრების გაცვლა გამოცვლაში ხართ. იცი, აი ეს ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა და მადლობა სოფო ამ კითხვისთვის. ჩემი გადაცემა არ მოიაზრებს იმას, რომ მე მომყავს პროფესიონალი, ვთქვათ, მედიცინის წარმომადგენელი, რომელსაც მე კითხვებს დავუსმევ და ის თავის სფეროზე ისაუბრებს, რაშიც მე ვერ ჩავერევი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვარ კომპეტენტური. ჩემთან მოდიან სტუმრები, რომლებიც საუბრობენ იმ ემოციაზე, რომელიც მეც მქონია, იმ ტკივილზე, იმ სიხარულზე, რაც მეც მქონია და აქ მიდის გაცვლა. ვინ როგორ გადავლახეთ, ვინ რითი დავძლიეთ, როგორ ვიბრძვით, ისინი როგორები არიან, აი თქვათ მშობლის ამპლუაში და ასე შემდეგ რა და მე ჩემსაც ვამბობ, ისინი თავისაც ამბობენ და გადაცემა ესე იკვრება. ესე მგონია რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის რომ რაღაც ესე სტანდარტულად კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიყოთ. რა ჩემთვის ეს უფრო მოსარგებია, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემმა მაყურებელმა მეც გამიცნოს, ჩემი ემოციები, ჩემი გავლილი გზა და ჩემი ცხოვრებაც გაიცნოს. ამიტომ შენ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ირგვლივ და
მოდი რადგან მეგობრებზე ჩამოვარდა ეხლა ლაპარაკი, მე ჩემს გავწერებს ვეტყვი, რომ მე სოფოს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, წლებია, მაგრამ მე და სოფო უფრო დავმეგობრდით პრაღაში მეგობრებთან ერთად, ხო ეგრეა? კი ბატონო. ხო და ჩვენი საოცარი მოგზაურობით რა და ეს მოგზაურობა ერთი ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი, იცი ეს ისტორია, მართლაც მოულოდნელი. მე აღმოჩნდი უცნობ იახმოვდანი. მე აღმოჩნდი უცნობ ადამიანებთან. ხოლო შენ რომ გიცნობდი და შენს მეგობრებთან ერთად და ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი დღეები, ერთი კვირა გავატარეთ პრაღაში და მინდა რომ თქვა შენი პირველი მოგზაურობა იყო. ჩემი პირველი და მოგზაურობა. ეს შენი პირველი მოგზაურობა როგორი ემოციებით შემოგრჩა? თვითონ პრაღა შემიყვარდა ამდენ ადამიანთან ერთად მიუხედავად იმისა რომ სტუდენტობიდან მოყოლებული მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი სულ ერთად დავდიოდით და არასდროს დისკომფორტი არ მქონია ესე 6 ადამიანი ერთად 6 გოგო არ წავსულვართ არსად და ეხა ესე რომ წავედით და თან სხვა ქვეყანაში სხვა აზრი კი მე ძალიან კმაყოფილი ვარ კი არა დღემდე მაქვს ის ემოციები და ის ქუჩები ის სახეები ის შენობები ის კაფეები ის კლუბი რომ ახსენდება დაუვიწყარი, აი ბედნიერებით ვივსები და მინდა კიდევ ერთი ესეთი აუცილებლად რა. შენ მაშინ თქვი რომ პრაღა გახდა ჩემი ქალაქი და მე აქ ვიცხოვრებდი და მე მართლა შემიძლია ვთქვა რომ რამდენიმე ქალაქის და ქვეყნის გაცნობის მიუხედავად პრაღა ჩემთვისაც რჩება ზღაპრულ ქალაქად და ჩვენ მგონი დაუბრუნდებით. აუცილებლად ოღონდ გაზაფხულზე სადაც არ იქნება მინუს ხო, კინო იმდა მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ციოდა და ყინავდა, ჩვენ მართლაც ბედნიერი დღეები გავატარეთ, მაგრამ კარგი იქნება თუ გაზაფხულზე ხო, სხვა პრაღას რომ ნახავთ, აი გახსოვს ძველ პრაღაში რომ გავიარეთ ის პარკივით რო იყო, აი იქ მინდა გაზაფხულზე ის აყვავებული, ესე მგონია კიდევ უფრო სხვა სილამაზით იქნება სავსე და სხვა ემოციას მოგვიტანს და რაც შეეხება პრაღაში ცხოვრებას, ჩემი მიზანია დაახლოებით შეიძლება ესე ითქვას ორი რამ რომ ჩემი სიბერე წარმომიდგენია ან რაჭაში ან პრაღაში. რაჭაზე გეთანხმები მე, იმიტომ რომ ერთი სული მაქვს ხა როდის გავა ერთი თვე რომ წავიდე რაჭაში და მეც ვფიქრობ რომ ალბათ სადღაც 20 წლის შემდეგ ავარაუდოთ ვფიქრობ რომ 20 წლის შემდეგ ალბათ იქ დავსახლებ. ჩემი სითბო და სიყვარული მოდის რაჭის ბებია ჩემისგან და სუნგონია რომ იქ გელოდებიან. თუმცა მე და ბებია თბილისიდან მივდიოდით ხოლმე ყოველთვის, მაგრამ იქ სხვა ფუსფუსი, იქ მისი სახლი იყო, მისი მშობლები ცხოვრობდნენ და სხვა სიყვარული იყო და სხვა სიყვარული მაქვს მეც მისგან გამდინარე და იქ სხვა აურა სხვა სუნი სახლში აი რაღაცა ხის სხვა სუნი კარებს რო აღებ და შედიხარ ფანტასტიურია და იცი რა ხო აი იქ ესე მგონია რომ რაღაცა სხვანაირი სიბერე მექნება რა არა ისეთი როგორც ბებიას ქონდა ვთქვათ იმიტომ რომ ეხლანდელი ბებიები სხვანაირები გავხდით რა ჯერ არ ვარ მაგრამ ალბათ როცა ვიქნები ისეთი უფრო თანამედროვე და უფრო სხვანაირი და მაგრამ აი იმას მოერგება ჩემი სიბერე და დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი მეგობრები მესტუმრებით ხოლმე რა აუცილებლად მაგას ვიგიძებთ რა თქმა უნდა და აქვე ძალიან მინდა რომ ჩვენი პრაღელი მეგობრები მოვიკითხოთ მე პრაღელ მეგობრებს ვუწოდებ რა თქმა უნდა ჯგუფი პრაღა და მოვიკითხოთ ჩვენი გოგოები ეს ნახე ნიკო შენი და მე მახსოვს ძალიან პატარა გო ესეთი უყვარს ცილინდრები ნიკოს მოეწონება ჰასტუხები და ჭკვიანი სახი აქვს ჭკვიანი თვალები აქვს რა და შენ და ნიკო ხართ მეგობრები ხო? კი არის თემა რაზედაც ნიკო ვერ დაგელაპარაკება? ამ ეტაპზე შემიძლია გითხრა რომ არა ყველაფერზე ვსაუბრობთ ყველაფერზე აბსოლუტურად ძალიან გულწრფელად და ვცდილობ რომ აი ის რაღაცა გაყვირვება, გაოცება, უხერხულობა თუნდაც რამ აი მისმა დასმულმა კითხვა შეიძლება ჩემში გამოიწვიოს იმ მომენტში არ შევიმჩნიო. ხო. და ძალიან ადეკვატურად გავცე პასუხი და ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ სუ პატარა რო იყო მაშინაც მეუბნებოდნენ რომ როგორც დით ისე რატო ელაპარაკებდა და ვერასდროს ვერ აღვიქავდი რომ მასთან ან ენის მოჩლებით უნდა მესაუბრა ან იყო რაიმე ისეთი რასაც არ უნდა მესაუბრა და
რაც მე გავითვალისწინე, ეს იყო ის, რომ არ არსებობდა ასაკი, როდესაც მას მე არ შევეკითხებოდი, აი ამ გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებ და შენ რას მირჩევ. მე შეიძლება არ გამეთვალისწინებინა ისე, რომ ის ვერც მიმხვდარიყო გავითვალისწინე თუ არა, მაგრამ მე მას ვეუბნებოდი ამით, რომ შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, პიროვნება ხარ, რომლის აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია და მინდა შენი პოზიცია ვიცოდე. მოგეწონება თუ არა. იმიტომ რომ ამით აგრძნობინე პატივს შენი აგრძნობინებ რომ შენ მას დიდ პატივს და მე მინდა იცოდეს რომ გარდა იმისა რომ უპირობოდ მიყვარს მე მას ძალიან დიდ პატივს ავცემ და მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაზე იცინით ხოლმე? უფრო. რაზე ვიცინით? მაგალითად, როდესაც სტოლმას ვაკეთებ, თეფს ვადებ თავზე და ქვას ვადებ, რომ არ ამოტივტივდეს, შემოდის და ვაიმე, კომუნისტი, რა საჭმელებს ვაკეთებ, მე ვიცი რომ თეფშზე უნდა იყოს საჭმელი და არა საჭმელში თეფში ვის გაუგია. ანუ ესე იგი საბჭოთა მენიუსში გადანაშაულ, მენიუს შექმნაში გადანაშაულ. აი, რა გახალისებ შენ? აი რო ფიქრდები აი ეს რო ხარ აი რამ შეიძლება გაგახალისოს ისე რომ გაგხადოს ბედნიერი რა არის ეგეთი რამ არ ვიცი რამდენად კარგია მაგრამ ძალიან ელემენტარულია აი მაგალითად მოვისმინე ის მუსიკა რომელიც წამოიღებს იმ რაღაცა ძველ ემოციას რაღაცა კარგ სიტუაციაში რომ ვისმენდი ან გავიხსენო 1905-ში მომხდარი ამბავი რომელიც ჩემში წამოიღებს იგივე ემოციას თავის დაუნებურად და უცებ აი ძალიან ბედნიერი შემიძლია გავხდე. ძალიან გამაბედნიეროს იმავე ემოციამ და თავიდან გამახსენოს და გავიარო ისე დადებითი ემოცია. და თუ ხდები რომ არ მძიმედ არ მიყვარს დერგიდან როცა ვარ ცუდად, აი დამძიმებული, დავდივარ ფეხით და ვიწყებ ოცნებას. ოღონდ ისეთ არარეალურ ოცნებას არა რა, რომ მე კოსმოსში გავფრინდები, ისეთ ოცნებას რომელიც ვიცი რომ შეიძლება რეალობად ვაქციო და უკვე პოზიტიურად და დადებითად განვაწყობ საკუთარ თავს ამით. ვცდილობ რომ ყველაფერი ვაქციო ჩემთვის სასიამოვნო პროცესად. არ დავიმძიმო თავი. და კიდე ერთი ესეთი კითხვა მაქვს. სიყვარული არის მართლა ბრუნვადი თუ არ არის? კი. მაინც რაში გამოიხატებ? სულ არის. აი სულ ასე ბრუნავს და არის. თუმცა ვინც მიყვარდა ვთქვათ 16 წლის წინ ის არასდროს აღარ შემიყვარდება. რატო ფიქრობ ეგრე? დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ მე როცა სადღაც წერტილს ვსვავ, ოღონდ საკუთარ თავთან ვსვავ წერტილს, სამუდამოდ ვამთავრებ. დღეს მიკვირს საერთოდ როგორ მიყარდა. მაგრამ სიყვარული არსებობს, სიყვარული არის, სიყვარული აუცილებელია და სიყვარული აფრთიანებს. გააქვს ჩემთან კითხვა? იცი რა მაინტერესებს? შენ და ანანო, როდესაც გადეკით იმის წინაშე, რომ ორივე დაინტერესდით YouTube-ით. უკან გიბრუნებ იგივე კითხვას და დაიწყეთ. რა იყო мотиваცია? შენი мотиваცია რა იყო? იცი რა, ჩემი мотиваცია იყო ის, რომ აი ეს თემა და ეს YouTube-ი ზოგადად პლატფორმა და ეს პროცესი, გადაღებები, მიკროფონები, შტატივი, ასე ვთქვათ, კამერა ძალიან უყვარს ანანოს. და ამიტომ ვიფიქრე, რომ თანაც თავარია ის ყავა როგორ დაიბადა, ყოველ დღე დილით პატარა ვიდეოებს წერდი TikTok-ზე და ვამბობდი რომ აი ეს ის ყავა არის, თუსაც მე მოვდივარ დილით ადრე გახარებული სამსახურში, რომ ვიცი რომ ეს ის ყავაა და დამხვდება. და მე იმდენად ბევრი ვიდეო დამიგროვდა, რომ ვფიქრობდით, რომ აი შევქმნათ YouTube-ზე არხი, რა დავარქვა, ძალიან სპონტანურად წამოვიდა ის ყავა და მე ყავასთან უკვე ასოცირებული ბევრი თემაც და ეს უკვე ანანოს რო გავაცანი მეცხარ რომ აი ის მინდოდა ზუსტად ეს მინდოდა რაღაცა და დავიწყეთ ესე მოტივირებულად მართლაც იმიტომ რომ
გვიყვარს ეს საქმე და ანანოს ბავშვობიდან უყვარს და რადგან ანანოს ძალიან უყვარს, ამიტომ ვიფიქრე რომ ანუ შევხნათ ერთ დრო. ჩემი мотиваცია იყო ანანო. ნამდვილად იმიტომ რომ რატო დავწერ ეს კითხვა, შენ არ გაკლია ეს. შენ ცხოვრებაში არის დიდი დოზით არის და ეს მაინტერესებდა რომ მაგრამ ეხლა მე ცოტა მეხამუშება ის მომენტი რომ ანანოა კადრს მიიღმა. კი, ანანოა კადრს. იმიტომ რომ ანანო იყო ძალიან პაწუკელა, კიკინებიანი, ულამაზესი, უჭკვიანესი სასწაული თვალებით ეთერში. გადაცემა მიყავდა და ეს ის ანანოა, რომლითაც მე აი სულ პატარა რო იყო იმ წუთიდან მოყოლებული ვამაყობ. და მინდა გითხრა რომ უმაგრესი შვილი ყავს, უჭკვიანესი და რაც მთავარია, მაყურებელმა ალბათ არ იცის ყველამ ყოველ შემთხვევაში, შინაურებზე არ მაქვს საუბარი, რომ შენ და ანანოს მეგობრობა სამაგალითოა. დედაშვილის ასეთი მეგობრობა, ასეთი ბმა ძალიან იშვიათია და მე ძალიან მეამაყებით, ძალიან დიდი მაგალითი ხარ ჩემთვის და მინდა რომ ნიკუსთან ზუსტად ასეთი აი ამ ასაკში, რა ასაკშიც ახლა ანანოა ნიკუშა რომ იქნება ისეთივე მეგობრობა მაკავშირებდეს რაც თქვენ. სხვანაირად გამორიცხულია, იმიტომ რომ შენ და ნიკოს ისეთი მეგობრობა გაქვთ ეს ახლა, რომ ეს სხვანაირად ძალიან დიდი იმედი მაქვს, თუმცა ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და არ მინდა რომ ისე წარიმართოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის დიდი მაგალითია და ბევრ რაღაცას ვსწავლობ შენგან ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით, როგორი დედა უნდა იყო, რომ შვილი იყოს შენი ასეთი მეგობარი, მაგრამ შვილშიც უნდა გაგიმართლოს აუცილებლად რა. ჩვენი შვილები დედის ერთები არიან და შენც დედის ერთა ხარ. სხვათა შორის ჩემი მეუღლეს და ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს დედის ერთა იყო. ხო, თუმცა ჩვენ მაინც ერთი შვილი ყავს. შენც დედის ერთა ხარ და ნიკოს დედის ერთა. განსაკუთრებული მიდგომები როგორ ფიქრობ, ჭირდებათ დედებს დედის ერთა შვილებთან? იცი, როდესაც მე პატარა ვიყავი და მეუბნებოდნენ და მიმტკიცებდნენ იმას, რომ დედის ერთა აპრიორი არის ეგოისტი, ძალიან ვბრაზდებოდი. ხო, სხვათა შორის 45 წლის ასაკში ძალიან ვბრაზდები, იმიტომ რომ საერთოდ თვლი რომ არ ვარ ეგოისტი, გადაჭარბებით რაღაცა დოზით ყველა ადამიანია სულ რომ ოჯახში ოჯახიდანაც აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა ეგო. მაგრამ ეს არ არის იმაზე მეტად გადაჭარბებული, ვიდრე ვიღაცას 5 დედმამიშვილი ყავდეს. ამას ვარ 100% დარწმუნებული. იგივე შემიძლია თქვა ანანოზე, იგივე შემიძლია თქვა ჩემ შვილზე, რომ გადაჭარბებული დოზით არა. თუმცა ეს არ არის მიდგომის გამო. მე ძალიანაც მათამამებდნენ. მეც ჩემ შვილს ძალიანაც ალბათ იმ შესაძლებლობებიდან რაც მქონდა რა. იყო რა ბევრ რაღაცაზე უარიც და არ ვიცი ალბათ შეიძლება ამარაც გამოწვია, მაგრამ მე ვთვლი მაინც რომ ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული. თავის დაუნებურად ბუნებრივად მოდის, რომ გიყვარს. ის ერთი გიყვარს და არავიზი არ არის ეს სიყვარული გადანაწილებული, მაგრამ აი აქ შემიძლია იცი რა ვთქვა, რომ შენი სიყვარულით მშობელმა შენი შვილი არ უნდა დააღწო, არ უნდა შეზღუდო, იმიტომ რომ გადაჭარბებული არც სიყვარული არ არის კარგი, იმიტომ რომ ბოლო მომენტში რომ მოგიბრუნდეს და გითხრას, რომ აღარ მინდა შენი ესეთი სიყვარული რა, არ უნდა იყოს შემაწუხებელი. ხო რომ დაბუბრუნდეთ YouTube-ს, იცი რას ფიქრობ, რა მომავალი აქვს YouTube-ს სხვა პლატფორმებთან შედარებით და დაკარგავს თუ არა ტელევიზია აი ამ თავის გავლენას, ესე რომ ვთქვა, ჭყალებში. მე ვფიქრობ, რომ ფუნქცია პრინციპში ასე თუ ისე უკვე ცოტა ჩამოუქვეითდა ტელევიზიას და ადამიანები YouTube-ზე გადავიდნენ. YouTube არის ყველაზე მარტივი. ჩაწერ, იპოვნი, უყურებ და ეს არ არის საათობრივი, ეს არ არის რაღაც 2 საათი არ გჭირდება რა. მარტივად სასიამოვნოდ გაწვდიან იმ ინფორმაციას, რის მიღებაც გინდა. და ძალიან შინაურულად და ოჯახური გარემოა. უფროა სახური რა. სახური და კიდე რაც მთავარია, იცი რაღაცა თავისუფლად საუბრის ადგილია. ასე რომ ნამდვილად ეგრეა. რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს YouTube-ს და ჩვენც ახლები ვართ YouTube-ზე, მაგრამ მაინც ღირს დაწყება. და შენ რას აპირებ შემდეგს? მატერიალური თვალსაზრისით ამ წუთას ნულზე ვარ მე პირადად და ჯერჯერობით ისეთი არაფერი გამოჩენილა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ
ამ ძალიან დიდი კონკურენცია, ძალიან დიდი კონკურენცია. მე ხარისხით და გადაცემის ღირებულებით ნებისმიერს შემიძლია შევეჯიბრო ამას თამამად ვიტყვი, როგორც შენ ასევე. მაგრამ აქ არის ის, რომ მე არ ვარ ცნობადი სახე. ხო, აი ცნობად სახეებს ბევრი პლუსი აქვს. კი ბატონო, იმიტომ რომ თავის აუდიტორიით გადმოვიდა უკვე YouTube-ზე და მე ნოლიდან დავიწყე. რა არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყო მოტივირებული, გქონდეს გამძლეობა და არ გქონდეს წარმოდგენა იმისა, რომ დღეს გადაცემა დადე და ხვალ უკვე სპონსორი ეყოლება შენს გადაცემას და წელში გაიმართები. ასე არ არის. ძალიან დიდი შრომა. კი. აი დამერწმუნეთ, როგორც პატარა ბავშვი, ისე ვზრდი ამ ჩემს არხს. YouTube-ს თუ აკეთებ, სპონსორის ასოცირება მნიშვნელოვანია. სხვანაირად ენთუზიაზმი ძალიან კარგია და უნდა გქონდეს და დიდხანს უნდა გაყვეს. რა ბოლომდე უნდა იბრძოლო, აი სადღაც მიყვალ და მე შენ თვითონ იგრძნობ, რომ არა რა, აი რაღაცა შეიძლება არა. მაგრამ აქამდე არ ამგონია რომ მივიდეთ ჩვენ, მე მაინც გამარჯვების მჯერა რა. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიპყრობთ YouTube-ს. კი, დავიპყრობთ YouTube-ს და აქვე უთხრათ ჩვენს გამომწერებსაც და ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც გვიყურებს და ჯერ არ გამოუწერია ჩვენი არხები, რომ გამოიწერონ ჩვენი არხები. მე მარტოხელა დედა და ისყავა. ჩვენ გპირდებით საინტერესო გადაცემებს, გპირდებით საინტერესო ეპიზოდებს, რა თქმა უნდა. აქვე ვეთქვი ჩვენს გამომწერებს, რომ ჩვენ აი ამ ეპიზოდით, სოფოსთან ეპიზოდით ვასრულებთ ამ სეზონს და ზაფხულში, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და სახალისო ვლოგებით გავაგრძელებთ. უკვე რაკიდან სილამაზიდან, სიყვარულიდან დაგიბრუნდება ეს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენო მაყურებელო და მე მინდა გითხრათ, რომ გამოიწეროთ ის ყავა, იმიტომ რომ ძალიან კარგი გოგოები აკეთებენ, ძალიან ჭკვიანები, ძალიან კეთილები, სიყვარულით სავსე, უბოროტოები და ეს ადამიანები იმსახურებენ თქვენს თანადგომას და თქვენი თანადგომა გამოიხატება იმაში, რომ ზარისღილაკი გააქტიუროთ და გამოიწეროთ და რაც მთავარია, სპონსორს ელის ეს გადაცემა, სპონსორს ელის მე მარტოხელა დედა და თვლი რომ ჩვენ ვართ იმის ღირსები, რომ ყავდეს სპონსორი, წავიდეთ წინ და ჩვენი მიზნები რაც გვაქვს და რისი განხორციელებაც YouTube-ზე გვინდა გავაკეთოთ. მადლობა, ბედნიერი დასვენება, ბედნიერი ზაფხული ჩვენ, თქვენ და შევხვდებით. მე მარტოხელა დედაში საოცრად. ერთი რამ მინდა ბოლოში ვთქვა, რომ მე მარტოხელა დედა საინტერესო კონტენტით აგრძელებს, რა თქმა უნდა. ჩვენი ისყავით მინდა გისურვოთ წარმატება, ბედნიერი ზაფხული სოფოს გავსად და შევხვდებით ისევ YouTube-ზე, ჩვენს არხებზე და გვიყურებთ. მადლობა. ბედნიერად. ბედნიერად.